ძალიან სამწუხარო ფაქტი ხდება ეხლა ძველ თბილისში ქართველებს ასახლებენ საკუთარი ბინებიდან იმისთვის რომ იქ ალიევის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის ცენტრი გახსნან ეს სივრცე ეს ბინები საიდანაც ქართველებს ასახლებენ ეს მდებარეობს აზერბაიჯანის საელჩოს გვერდით და როგორც ჩანს აი უნდათ რომ აზერბაიჯანის საელჩოს და აზერბაიჯანულ ხელისუფლებას მაინც და მაინც რომ აი გვერდით აქ აი ეს მოეწონათ როგორც ჩანს ეგრე დგას ანუ აი ეს ბინები მომეწონა გამოასახლეთ ხალხი და აი ამ ადამიანებს იქ ჩვენ ვიყავით მისულებელგერის შეგიძლიათ ნახოთ ერთი ფოტოები აი ასაკოვანი ქალბატონები აი როაჩვენოთ რა ნახეთ აი ესენი არიან ის ლაშკა მოხსნათ ხო აი ეს ქალბატონები არიან ადამიანები რომლებიც ამ ბინაში ცხოვრობენ და ნუ რამდენიმე ბინაა ძველი თბილისის ესეთი ეზოარი და ეს ბინები არის ამ ხალხის კერძო საკუთრება ანუ მაგას მინდა რომ ძალიან ხაზი გაუსვა რა აი ეს ქალბატონები ვინც არიან ამათი კერძო საკუთრება არის აი ხანში შესულ ქალბატონებს ეხა სახელმწიფო უპირებს რომ მათი კუთვნილი ბინა წაართვას აი პირდაპირ მე მინდა რომ ის დოკუმენტიც ვაჩვენოთ რა ანუ ამ ქალბატონებს დაადგა ჩვენი მთავრობა და აი ეს არის ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მაგალითად ნუ ერთ-ერთი მათგანის საბუთს გაჩვენეთ ახლა მაგრამ ყველას ეგ მივიდათ რომელშიც აღწერილია რომ შენი ბინა შენ კი გეკუთვნის მაგრამ აზერბაიჯანის საელჩოს შენი ბინა მოეწონა და ჩვენ და აზერბაიჯანის საელჩომ გადავწყვიტეთ რომ შენ კერძო საკუთრება შენი ბინა წაგართოთ ექსპროპრიაცია მოახდინოთ შენი ბინის ხო ან მარტო თან ეს სამი ქალბატონი კი არ არის მან მთელი ეზოა უბრალოდ ეხლა ჩვენ რა შეხვედრაზეც იქ მივედით რა დროსაც იქ მივედით ეს ქალბატონები იყვნენ ადგილზე მან სხვა ოჯახებიც არის რომლებსაც ასე ზუსტად იგივენაირად ართმევენ ბინებს და ის ადამიანები ართმობენ ნუ საკითხი როგორ დგას იცით ეხლა მივიდენ და ამ ადამიანებს არ უნდა საკუთარი ბინა წარმოგიდგენთ ეხლა სადაც ცხოვრობთ სადაც თქვენ კი არა მარტო მანამ თაობები ცხოვრობდნენ ანუ აი სადაც ცხოვრობ ეხლა ვიღაცა დაგადგა და გეუბნება რომ ამ ბინა შენ აღარ ცხოვრობ და რატო კაცო და რავი აი ამ საელჩოს მოეწოდა შენი ბინა რაღაც აშენება გვიდა და დავაიარქეთ რა თან აი მე მინდა რომ კიდე ეს აჩვენოთ რა კონკრეტულად მაგალითად აი ეს ქალბატონი არის ხელოვანი იქ აქ სახელოსნო მოზაიკაზე მუშაობს, კერამიკაზე მუშაობს. თავისი კუთხე აქვს, თავისი კერძო საკუთრება აქვს და ჩვენი მთავრობა ახლა მიადგა და აგდებს. და მნიშვნელოვანია თან რა იმითი აგდებს რა? რა კანონით აგდებს? მოდი აი მაგაზე ვისაუბროთ კიდე მაგაში გიორგიც მომეხმარება, იმიტომ რომ მაგას იურიდიული ახსნა ჭირდება კიდე რა, რომ დააბრუნოთ თუ შეიძლება რა. ნახეთ თავრობის ახსნა რომ რატო აკეთებენ არის შემდეგი. საქართველოში მართლა არის ეგეთი კანონი, რომ სტრატეგიული ობიექტების მიმართებაში, აი თუ რაღაცა მართლა სახელმწიფო საჭიროებას წარმოადგენს, შეიძლება მართლა რომ ადამიანს ჩამოგართვან საცხოვრებელი და დაგიკომპენსირონ. ოღონდ რას ეხება აი ეგ კონკრეტული მუხლი მოდი ეგ გავარჩიოთ რა. კანონში არის ძალიან კონკრეტულად და დეტალურად აღწერილი რა შემთხვევაში შეიძლება იძულების წესით სახელმწიფოს მხრიდან კერძო საკუთრების ჩამორთმევა თან კომპენსაციის თვალსაზრისით ანუ თან შეიძლება შენ წინააღმდეგ იყო ჩამოგართვა თუ ამ კანონის ფარგლებს ეხება ეს საკითხი მაგრამ მაინც დაგეკომპენსირებენ საბაზრო ღირებულებით. და ეს არის ძალიან კონკრეტულად გაწერილი. ეს ეხება თუ რაღაც სტრატეგიული ავტომაგისტრალი უნდა გაიყვანონ შენს ტერიტორიაზე, სხვანაირად ეხა არ არის ამის ალტერნატივა და გასაგებია, ხო ეხა
რაღაც ავტომაგისტრალი და კომუნიკაცია უფრო მნიშვნელოვანი სიკეთეა, ვიდრე ერთი ადამიანის კერძო საკუთრება. გასაგებია. ან ომი თუ დაიწყო, ან საომარი ვითარება და რაღაც შენი კერძო საკუთრება რაღაც ამაღლებულ ტერიტორიაზეა და იქ სანგრები უნდა გაითხაროს და ცხადია, აქაც ლოგიკურია. ან ნავთობი, ან გაზის აღმოჩენა მოხდა. ესეთი მაგისტრალურ სტრატეგიულ ნავთობსადენებს და ელექტროსადენებს, მაღალი ძაბვის ანძებს, კი, გზებს, აი დაუშვათ თბილისი, ბათუმის ის თუ შედება დაუშვათ ავტომაგისტრალი გასაგებია რა ხდება. თუ რაღაცა ისეთი სტრატეგიული ნედლეულის მოპოვება ხდება, რაღაც აღმოაჩინეს. ნავთობი აღმოაჩინეს ქვებოდ. ეგ გასაგებია. მაგრამ აი კითხვა ჩდება, რომ აი ამ ქალბატონების სახლი. აი მაგასთან რა შუაში არის? მე წავიკითხე აი ეს თავრობის ბრძანება მინისტრის და მანდ იყო მითითებული კერძოდ კი აი ამ კანონის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის შესახებ კანონის T პუნქტი, სადაც წერია. ნუ ამ პუნქტზე, ამის საფუძველზე აპირებს ექსპროპრიაციას. ამიტომ გართმო. T პუნქტში რა წერია? საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის. აი ესე იგი, აზერბაიჯანის საელჩო რო გადაწყვიტა, რომ აი ბაიდაბაი შენი სახლი გვერდით უნდა ავაშენოთ ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურული ცენტრი, რომელიც უკვე კითხვა არის, ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურული ცენტრი საზოგადოებისთვის კრიტიკულად აუცილებელი ინფრასტრუქტურა არ არის. ეგ საერთოდ არ არის და თუ მაინც გადაწყვეტეთ, რომ საჭიროა ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურული ცენტრი, აი არაფერი განსხვავება არ არის. გლდანში ააშენება, ბუხიაში, ვარკეთილში თუ თაწმიდაზე. მაგისი ფუნქციონალი არ იცვლება. ნახე რა მნიშვნელობა აქვს. თუ საჭიროებაზე ვლაპარაკობთ, საზოგადოების საჭიროებაზე ვლაპარაკობთ, საერთოდ არ არის. ხო, საზოგადოებრივი საჭიროების კუთხით საერთოდ არ არის. კრიტიკულად საჭირო კი არა, საზოგადოებისთვის საერთოდ საჭირო არ არის. მაგრამ თუ ლაპარაკია იმაზე, რომ აზერბაიჯანის საელჩოსთვის არის საჭიროება და მაგას თუ ვარქმევთ საზოგადოებრივ საჭიროებას, ეგ სხვა ტიპის პრობლემა. ეგ არის როგორი პრობლემა? კი, მაგრამ მანდ არის კიდე ერთი პრობლემა მნიშვნელოვანი. აი დაუშვათ, ჩვენ და მთავრობა ვერ შევთანხმდით იმაზე, ჰეიდარ ალიევის კულტურული ცენტრი ქართველი ერისთვის სტრატეგიული ობიექტი არის თუ არა? მე მგონია რომ არ არის, მაგრამ დაუშვათ მთავრობა გადაწყვიტა რომ ძალიან სტრატეგიული ობიექტი, არ ვიცი რატომ, მაგრამ გადაწყვიტეს, ხო? მათ ხო მეორე რაღაცა ჩდება. აი მაგალითად, სადღაც ჰესს რო აშენებ, გასაგებია ჰესს მათ რატო აშენებ, იმიტომ რომ მანდ შენდება, სხვა ალტერნატივა არ აქვს. ბიჭო, კულტურის ცენტრი როგორი რაღაცა არის, იცი, აი რა მნიშვნელობა აქვს აქ აქ თუ სადღაც სხვაგან. რაღაც კულტურის ცენტრია, ხო, რაღაცა სცენა იქნება, რაღაცა თეატრებს ჩაატარებენ, გამოფენებს ჩაატარებენ, ანუ მაგისი ფუნქციონალური შინაარსი იმითი აი ამ ქალბატონებს სახლიდან გამოაგდებენ და ამათი სახლის მაგივრად ჩადგამენ. თუ აზერბაიჯანის საელჩომ სადღაც სხვაგან იყიდოს, ეგ მიწადა, სადაც პრობლემა არ არის და ადამიანების სახლიდან გამოყრა არ არის საჭირო და იქ ჩადგას თავისი კულტურის ცენტრი, ეგ კიდე როგორი თემა არის, იცი? სურო აი მაგ შტერობაზე დავეთანხმოთ. სადაც არ ვეთანხმებით. მაინც არ გამომდინარეობს, მაგიდან ამ ხალხს რატო ყრია? მე რა მაინტერესებს, აი უბრალოდ დავფიქრდით რა და აი გულახდილად ყველა მაყურებელი გვიყურებს და აი ამ კითხვას უპასუხოს. ვინმე სერიოზულად წარმოუდგენია, რომ აი აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს რო ეთხოვა, რომ აი ეს ადგილი მინდა და აზერბაიჯანელები რო ცხოვრობენ სადაც ბაქოს ცენტრში, აი ეს ხალხი გამოიყვანა. აზერბაიჯანელებს გამოყრიდნენ აზერბაიჯანელები? აბა რა. ვერც ეთყოდნენ. მაგიტოა რა არის იცი პრობლემა? რომ ვერც ეთყოდნენ. მაგიტოა ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც
გარეჯი საქართველოას რო იძახი. და სადაც გარეჯის თემას რატო აღარ ვახსენებთო რო ვკითხულობ? მაგაზე შეიძლება პასუხი დაგიბრუნოს ხელისუფლების მხარემ, რომ ეს პროვოკაცია ამ კითხვას. ეხლა ბოლო ის რომ მქონდა დებატები, რავი, ეგ პასუხი მოვისმინე, რომ შენო ალიევის ვიზიტისას გარეჯი საქართველოს რო ამბობო, ეგ პროვოკაცია არის, სადამდე მივედით წარმოიდგინეთ. ხო და აი უბრალოდ აი ხა რა ხდება მაყურებელმა რა უნდა გაიგოს დაფიქრდით ხალხო რა. აი რა ხდება იცით? აი აზერბაიჯანის ელჩმა აი ეს ბინა მინდა ეს ხალხი გამოიყვანეთ. ეგრე და რა და წარმოიდგინეთ ახლა აი მამა პაპისეულ სახლში რო ცხოვრობ, არ გინდა ახლა პაპა შენის და რაღაც შენი ძირძველი სახლი არ გინდა იქიდან გამოხვიდე, ხო? არ ვყიდი სახლს, ვისი რა საქმე, ჩემი ბინაა, ხო? ოჯახი ცხოვრობ დიდი ხანი. და მოგადგეს სახლში აზერბაიჯანის ელჩს მოეწონა შენი სახლი და გამოდი მანდედა. და ამაზე როგორი რაღაცა იცი? ამაზე რომ გავატარებთ. ეგ რას ნიშნავს ცით? ეგ ნიშნავს რომ ნებისმიერ ჩვენგანს იგივე უფლებები აქვს ამ ქვეყანაში. არ ჩათვალოთ რომ ვინმე სხვას უკეთებენ და ჩემი თავის ტკივილი ეგ არ არის და ეგრე არ უნდა მიუდგეს კაცო ამას. ეს არის ნებისმიერ ქართველს. უკეთ იგივე ვრცელდება ნებისმიერ ქართველს. ნებისმიერი ქართველის უფლებაზე საკუთარი ქონება იყოს, საკუთარი ქონება განკარგოს და თვითონ გადაწყვიტოს. ყველაზე ვრცელდება, იმიტომ რომ ეგ ნიშნავს რომ ეგ თუ გაუტარდათ ახლა, ეგ თუ გაუვიდა ამ თავრობას, ამოვა რომ ნებისმიერი ქონება, ვისი რა არის, იქ აღარ არის. აქ კიდე რა არის, ჯერთი, სირცხვილია ეს საერთოდ, სხვა ქვეყნის რაღაცა ინტერესების გამო შენი მოქალაქე რატო უნდა დაჩაგრო? საერთოდ ეგ ღირსების შემლახველია საერთოდ შეხა ჩვენ რაზე ვსაუბრობთ. სულ როგვერზე გადავდოთ ეს იურიდიული თემატიკა და ასე შემდეგ. ეს ღირსების საკითხია, ხო? აი წეღამ თქვით. აი აზერბაიჯანს ვინმე ეგრე დაუყენებს საკითხს, რომ აი მოდი რა, დავით აღმაშენებლის სახელობის იმის დემეტრეს განჯის კარები ვინც წაიღო განჯიდან, მაგ მეფის სახელობის ის გვინდა გავხსნათ რა, ცენტრი განჯაში. და ბაქოში აზერბაიჯანელები გაყარეთ თავის სახლი. ხო, იქიდან ჩვენი იმის საელჩოს გვერდით მოგვეწონა ერთი ლოკაცია. მაგრამ იქ ხალხი ცხოვრობს, რომელსაც არ უნდა საკუთარი საცხოვრებელი სახლის დათმობა. მოდი ეგენი ახლა გაყარე, ქონება ჩამოვართვი და ჩვენი ცენტრი ააშენე. ვერც კი დაუყენებენ ბიჭო ეგრე საკითხს კაცო, ვერც ეტყვიან ამას. იმიტომ იმას თავი მოსწონს. იმიტომ იმას ღირსება აქვს და მაგ დონემდე შენ საკითხს არ დაგიყვანს. აი როგორ ეკითხებია რომ ქართულ ოცნებას რატო აკრიტიკებთ? ბიჭო, ამიტომ აკრიტიკებთ რა. არ შეიძლება რომ საქართველოში ქართველი სულ იყოს დაჩაგრული. როგორ შეიძლება ბიჭო რომ აი თან როგორი ნერვების მომშლელია, იცი? აი ვიღაცა ხანში შესული ქალი თავის სახლში ცხოვრობს და შენ უნდა ეს ქალი გამოაგდო სახლიდან, იმიტომ რომ აზერბაიჯანის საელჩოს აი მაინდა-მაინც მანდ უნდა რა. თან მანდ აი გულწრფელად გეუბნები. მე მანდ აზერბაიჯანის საელჩოსთან კი არა მაქვს პრობლემა. აზერბაიჯანის საელჩომ გვიყურა, მიხვდა რომ ესეთი ხალხი ვართ, ესეც ვკადრულობთ საკუთარ თავზე, ჩვენ ეგეთი მთავრობა ყავს, რომ ესეთ რაღაცეებზე თავს უქნევს და რავი ხა სადამდეც გაზდის აწובה. ბიჭო, მე ამაზე მაქვს ქვეყნის ხელმძღვანელობასთან პრობლემა. რასაც ხა შოთა და გიორგი ამბობდნენ, აზერბაიჯანის ხელისუფლებას ეგრე ვერ დაუყენებს ვერავინ საკითხს, რომ შენი მოქალაქეები გაყარე. იმიტომ რომ ეგ ადგილი მოგვეწონა ჩვენ საელჩოს უნდა. და ჩვენთან რატო შეიძლება ბიჭო ეგ გეუბნები, საქართველოში არის ნეოფეოდალიზმი. აი როგორ ძველად ყმებს ყიდნენ კაცო. მონებად ყიდნენ თავის ხალხს. ის თურქი კი არ გაყიდიდა თავის ხალხს, ვიზეც ყიდნენ ეს ნაბიჭრები. იმას ღირსება ქონდა, კაცო, შენ თავის თუნდაც იმ გლეხს შენ კი არ დაგაჩაგრენებდა. აი ზუსტად იგივე მიდგომა, არაფერი არ შეიცვალა. აი ზუსტად იგივე მიდგომა აქვს ხელისუფლებას, როგორც ძველად ქონდა და აი ყმა არის ეს. მაგრამ მაგდენი ტვინიც არ ყოფნის, რომ
სინამდვილეში ეგ ყმა შენი ძალა. შენც მაგ მდგომარე, შენც მაგ სტატუსში ხარ იმის თვალში. მაგდენი ჭკუა კი არა აქვს. იმ აზერბაიჯანის თვალში ხელისუფლება, რომელიც საკუთარს ჩაგრავს სხვის ინტერესების გასატარებლად, შენც მაგას ეგრე გიყურებს. შენ მაგარ ტიპად კი არ გიყურებს, კაცო. მაგის გამკეთებელი ხარ.